თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი დედაქალაქის ისტორიული ადგილების ხალყოფის წინააღმდეგ გამოდის. დღეს ივანიშვილი მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის 24 ნომერთან მივიდა და ლაღიძის წყლების ისტორიულ ადგილზე დაბრუნება მოითხოვა. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი მზადაა თბილისს დაუბრუნოს კოლორიტი, ძველი თავშეყრის ადგილი, მიტროფანე ლაღიძის მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი საჩვენებელი სამარკო ნიშანი იყო. ნიკა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ლაღიძის წყლების ისტორიულ ადგილზე დაბრუნება ამ ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელების ინტერესებს არ შელახავს და მათთვის შესაბამისი ფორმის კომპენსაცია გამოიძებნება. ლაღიძის წყლების ადგილი, სადაც თბილისელებისთვის სიყვარული ადგილი იყო და ჩვენი ქალაქის სტუმრებისთვის თავშეყრის ადგილი, მე ვფიქრობ, ესეთი ადგილები თბილისში უხვად უნდა იყოს, უნდა აღდგეს ის ძველი, რომელიც გააცამტვერეს, ამოაგდეს ქალაქის ცხოვრებიდან. როგორ შეიძლება თქვა ჭინჭები იყიდებოდეს? როგორ შეიძლება ჯერ თვითონ როგორ იკისრა ვიც ამის მყიდველმა? გაეგო მაინც რა ტრადიციების იყო ეს ადგილი, ეს კუთხე.